წესით ახლა ამ შეკითხვებს ქართული ოცნების წარმომადგენლები უნდა პასუხობდნენ, ვინაიდან ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო არის რა სტრატეგია და რა გეგმა აქვს სახელმწიფოს და ხელისუფლებას იმისთვის, რათა ქვეყანაში მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას, ვინაიდან თელას და თელმიკოს ჩვენს ქვეყანაში ფლობს ჰოლანდიური კომპანია, რომლის 100%-ის მფლობელი არის სწორედ ინტერრაო, რუსული ენერგოგიგანტი, რომელიც ევროკავშირმა დაასანქცია. ახლა საინტერესო და საკითხავი არის, რას აპირებენ ბანკები და მოემსახურებიან თუ არა ბანკები კომპანიებს, რომლის მთავარი მფლობელი ინტერრაო არის დასანქცირებული და გამოსავალი სხვადასხვა არსებობს, როგორც ექსპერტები ამბობენ, უპირველეს ყოვლისა არსებობს გამოსავალი იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს კუთვნილებაში გადავიდეს მთლიანად ეს წილი, თუმცა ამბობენ ექსპერტები იმას, რომ ინტერრაო ამ წილს ასემარტივად არ დათმობს და თუ დათმობს ძალიან დიდი ფულის სანაცვლოდ და სწორედ ახლა ეს სიტუაცია შეიძლება ითქვას კარგ შემთხვევაში სახელმწიფომ შეიძლება შესაძლებლობადაც კი გამოიყენოს და გამოიყენოს იმისთვის, რომ რუსული კომპანია არ იყოს სათავეში ქართული ენერგო სისტემის. თუმცა ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ შესაძლებელია ახლა ინტერრაომ გაყიდოს ბუნებრივია ჰოლანდიური კომპანიის წილი, მაგრამ გაყიდოს ისევ რუსულ კომპანიაზე. ეს ყველაფერი ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს, თუმცა ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ ბანკები იძულებული გახდებიან, რომ ამ სანქციებიდან გამომდინარე დააბლოკონ ის ანგარიშები, რომელზეც ელექტროენერგიის საფასური ირიცხებოდა. რამდენად მოემსახურება ქართული საბანკო სექტორი ამ დედა კომპანიის შვილობილ კომპანიებს საქართველოში. წარმოიდგინეთ, ყველა ოჯახს ყოველთვიური ფინანსური შეხება აქვს ამ კომპანიასთან, რომელსაც ახორციელებს საბანკო სერვისის გამოყენების გზით. თუ ეს არ მოხდა, ჩვენ შეიძლება მივიღოთ кейსი, მსგავსად, ბორჯომის кейსი რო იყო ომის დასაწყისში, როდესაც ხის მოუციათ თავის დროზე რუს აქციონერებს ამ კომპანიის წილის გაყიდვა და შემდეგ სახელმწიფო ჩაერია და რაღაცა ad-hoc ზომები მიიღო. მათ ესე მარტივად არ დათმობენ ამ აქტივს, ეს პირველი პრობლემა და მეორე, რომც მოინდომონ ამ აქტივის დათმობა, საიდან უნდა დათმონ ეს აქტივი, ისინი არ იქნებიან სურველი იაფად გაყიდონ ეს აქტივი. ნაწილში შეიძლება იყოს რაღაცა ტიპის გამოსავლები, როგორიც არის პრივატიზაცია, როგორიც შეიძლება იყოს მაგალითად სახელმწიფოს შესვლა ამ კომპანიებში და ასე შემდეგ. გამოსავლები შესაძლებელია იქნას მონახული, მაგრამ პრობლემა რა თქმა უნდა ამ ნაწილში შეექმნებათ, დისკომფორტი რა თქმა უნდა ამ ნაწილში უდიდესი იქნება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეულია რეპუტაციულად ეს ყველაფერი შესაძლებელია ტექნიკურად ამას რაღაცა გვერდის ავლის საშუალებები მოეძებნოს, რომელიც უკვე ვახსენე, მაგრამ რეპუტაციულად ეს ყველაფერი ქვეყნის იმისი რა თქმა უნდა ნეგატიურად იმოქმედებს. თელასი ეკუთვნის ჰოლანდიურ კომპანიას, რომლის 100% ეკუთვნის ინტერრაოს და სასანქციო ამ წესებიდან გამომდინარე იძულებული იქნება ეს ჰოლანდიური კომპანია გაყიდოს თავისი აქციები, რათა მისი წილი ჩამოვიდეს 51%-ზე დაბალ ნიშნულზე. რა თქმა უნდა, ეს მოხდება ფიქტიურად, ინტერრაო გამოძებნის ვიღაცას რუსეთში, რომელიმე კომპანიას, რომელსაც სანქციები არ ემუქრება და ფაქტობრივად კვლავ რუსული კონტროლის ქვეშ იქნება ჩვენი ენერგეტიკული ეს ორი სისტემა. ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ ეროვნული უსაფრთხოების რისკს შეიცავს მათ შორის ის, რომ ამხელა სახელმწიფო აქტივი არის რუსეთის ხელში და ახლა უკვე, როდესაც ევროკავშირმა დაასანქცია ინტერრაო, ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა მთავრობა მზად იმისთვის, რათა გათვალოს რისკები, რა სტრატეგია აქვს ხელისუფლებას იმისთვის, რათა ინტერრაოს დასანქცირების შემდეგ ქართულმა ბანკებმა ისე იმუშაონ თელასთან და თელმიკოსთან მიმართებაში, რომ სანქციების პოლიტიკის დარღვევა არ მოხდეს.